მალმიდი ხარ და შემდეგ ზაფხულამდე არ დავბრუნდები. წელიწადში ერთხელ ჩამოვდივარ, თავიდან ყველაფერი მელამაზება, მაგრამ 3 დღის შემდეგ აღარ შემიძლია. ყველა ერთმანეთს იცნობს. ყველა. უცხოებს შორის ყოფნა უკეთესია? იმაზე უკეთესია, ვიდრე ყოფნა მათთან, ვინც გიცნობს და არ უყვარხარ. გოგო, შენ აქედან წასვლაზე არ ფიქრობ? საწავიდე. მართალია. ბიძია ისმაილის გარდა ნათესაობები არ ყავს. თანაც აქ უკეთ ვარ. სხვაგან რასარგებელია. დედა შეეწინააღმდეგა მამამის. აქედან წავიდა და მერე? მერე შენც იცი რაც მოხდა. პატარა, შენ სტამბოლში ჩამოდი და მერე მე გაგასეირნებ. ღმერთით დაო. 1 წელი არ ვიქნები, მოგენატრები? ო, მეც ძალიან მომენატრები. მეც. გოგო, ჩემო დაიკო, მიდიხარ? შევხვდებით. მიდი. მიდი და მოწყენა არ გაბედო. ბევრი ფული ძმაო ისმაილ. მანქანაში ამდენი ფული გადაიხადე. დასანანია მუსტაფა, დასანანი. ცენო ყველაფერს შეიშვი. ფულით რას აბირებ? კაზინოში ითამაშებ? კაზინოში. რა კაზინო თუ ღმერთი გწევს? აბა? რა სიტყვი? შენ შეძელე. კარგი, გაძლე. მოგცემ. მოგილოსო? გილოსა. კეთილი იყოს. მადლობა, როგორ ხარ? კარგად. თავად? ძალიან კარგად. კეფიცები კარგად. ამას სამზარეულოში დავტოვებ და რძალს ვნახავ, კარგი? მისმინა? შენ ყველაფერზე ხელს მოვაწერ. ხოლო და ასე შევთანხმდებით. არა, მოვაწერ, არ არის პრობლემა. კიდევ ერთი კითხვა მაქვს. ფულს როდის მომიტან? ფულის ამბავი ჩემზეა ძმაო ისმაილ. მაშინ მოგცემ როცა მოისურვა. ფულზე არც იფიქრო. დიდხანს იცოცხლე მუსტაფა. ესე იგი მალე მოვაგვარებთ. ხვალწადი და პირადობის მოსპობა გააკეთე. კარგი. ისე არ გაინტერესებს მუსტაფა რატომ მოვიდა? ფულის სესხება გთხოვა? სესხება არა. ბრძითების ფული იყო. შენი სოლად მოყვანა უნდა. შენ რა უთხარი? არაფერი, რა უნდა მეთქვა. წავალ მერე ემსო ვკითხავ თანახმა თუა, სოლად რომ გამოყვეს მეთქი. არა, არ მინდა. ძმა მუსტაფა არ მიყვარს ბიძია. ერთი ამას შეხედენ, პასუხობს კიდეს, უზენდისო. მე შენ გაგზარდე, ახლა უნდა კითხავ ვისი ცოლობა გინდა. მიდი შენს დედა შენევით შეიყვარე ვინმე. მერე ბავშვი ქუჩაში დატოვე. ისმაილი მოვა და ბავშვს გაზარდის. ასე ფიქრობ? ის ისმაილი აღარ არსებობს. არა.
პირდები არავის გაყვებით შენ და ბიცოლას მოგივლით რა თქმა უნდა მოგვილია და მუსტაფასაც გაყვებით ცოლად წაიღე ეს წაიღე და შენ მისთვის არაფერი არ აგიხსნია უკვე გათხოვების დროა ეს კიდევ ტირის არ მინდაო ეს რა არის ვალვე აიღე და მოამზადე საბუთები უცებ რომ მოვიდეს მზად უნდა ვიყოთ ბედმა გავიღემა და ამ შანს ხელიდან ვერ გავუშვებ არ შეიძლება ვალ შაბათია რამდენიმე დღე ხომ არ მოგვეცადა იქნებ საფულეც დამებრუნან შენი საფულე ბინძურ ჭურჭელში იყო რა ვინც ისიპობა სიხარულისგან ცაში დაფრენავს ორ შაბათს წადე და საბუთები გააკეთე მუსტაფას კი ძმას მოეძახი ის შენი მომავალი ქმარია ბიძია ისმაილ წადი და სუფრა თავიდან გამიშალე წადი საღამოშვიდობის Ada, შვილო, მე უფრო და უფრო ცოტა დრო მრჩება. შეიძლება ეს ბოლო სიტყვა, რომლის თქმაც შემიძლია. მე ვერ შევძელე ჩემი ვალის მოხდა შენს წინაშე. არ მინდა ისე მოვკვდე, რომ ყველაფერი შუაგზაზე დავტოვო. არ მინდა მოვკვდე და მარტო დარჩე. მაგრამ ბრძოლისთვის ძალა აღარ მაქვს. შენი ლამაზი თმის აწევაც კი არ შემიძლია. Ada, ცუდად ვარ იმაზე ფიქრით, რომ არ ყავს მამა, რომელიც ჩემი სიკვდილის შემდეგ იზრუნებდა შენზე. მაგრამ ღვთის მაინც მადნიერი ვარ, რომ გაგაჩინე. შენ ჩემს ცხოვრებაში უმწიკლოება შემოიტანე.
ჯანდაბა ასე არ მომექცე. ცოტა მოითმენი არ გინდა. არა. არა, ჯანდაბა. ეს დროული იყო, ახლა აქ უნდა გაფუჭებულიყავი, სხვაგან არსად. ზეთი ადგილზეა. წყალიც ადგილზეა. რატომ ხარ გაუმართავი? კარგად არის. რა მოხდა ზონა? არ მკითხო, მიღალატა. სადმე აქ ახლოს სახელოსნო ხომ არ არის. ბაზართან არის ახლოს, მაგრამ დღეს არ მუშაობს. ირჩევ ევაკუატორი გამოიძახო. ო, მაგრამ ზერად ღირებულია. მაშინ დაცდა მოგიძეს. მოდი დაჯიქი ბაზრამდე ჩაგიყვან. მართლა? მოდი ვარ, ერთი წუთით. ძმა, ვიცი სად არის მარკეტი ბოზდულუკი? ჯანმრთელობის ცენტრის უკან. მანდ დამტოვებ? ო. აქ ვისთან ჩამოხვედი? შენ მათ არის რომ ძმაო. ნახტს მომცემთ? კი, 100 ლირას მოგცემ. მერია, აღარ დაბრუნდე, პირდაპირ სახლში წადი. კარგი დეიდა ტულაი. აი ეს მარკეტია. კარგი ძმაო. მადლობა რომ მომეყვანე. გისმენთ? წარმატებები. ადამ მერია ვარლის ვეძებ. რატომ მეძებთ? საფულე დაკარგა. მას საფულე კი არ დაუკარგავს მოპარეს. რომ დაეკარგა, იმავე ადგილას იპოვიდა. და თავად სად არის? გარდაიცვალა. გარდაიცვალა? როგორ? როდის? გუშინ. საფულის დაკარგვა ისე განიცადა, რომ გულის შეტევით გარდაიცვალა. იქვე დაეცა და მოკვდა. ცოდვა კი იმაზეა, ვინც საფულე მოპარა. ახალგაზრდა გოგონა. კი, ძალიან ახალგაზრდა იყო. უკაცრავად. ხომ არ იცით სად არის იმ გოგოს საფლავი? აქ. სად აქ? ამ ხარეს. რატომ მომყვები? შენ რატომ უნდა გამოყვე? მომითხარი სასაფლაო აქეთ არის, ხო და აქეთ მივდივარ. რად გინდა მისი სასაფლაო? რა თქმა უნდა. შეგწვა, როცა მისი სიკვდილის შესახებ გაიგე. შენ მოპარე საფული არა? არა? რა ადამიანი ხარ? ქურდა. რას აკეთებ გოგო? მე ქურდი არ ვარ. თუ ქურდი არ ხარ, საიდან იცი რომ საფულე მოპარეს? მე ქურდი არ ვარ. ადა საფულე სტამბოლიდან ჩამოვიტანე. აი, ნახე. Ორმოცდაშვიდმეტი ლირა სად არის, რომელიც გოგოს ჰქონდა?
სად არის არ არის შენ მოიპარე პოლიციაში ვრეკავ არა პოლიცია ქურდი არ ვარ ამას პოლიციას მოუყვები ქურდი რომ იყო საფულე აქ რატომ მოვიტანდი ცოტათი მაინც დაფიქრდი ჩემმა მეგობრმა აიღო საფულე და არა მე Arkadaşım almış cüzdanı ben değildim. Evet. ადამერი იმი მე ვარ ის გოგოც მე ვარ ფული რომ მოპარე Ölmedi mi? შენ მოკვდი რა ამ მკვდარივით გამოვიყურები შენ ხომ თქვი რომ მისი საფლავი აქეთ მხარეს არის ალბათ აქ დამკრძალავენ Ama şimdi მაგრამ ახლა არა Neyse. გარგი მიხარია რომ არ მომკვდარ xar და ცოცხალი xar Öldüğüne çok sevindim. წასიამონა იყო შენი გაცნობა თუ ქურდი არ ხარ ჩემი ფული დამიბრუნე lira. 57 ლირა აიღე ორდა გამომართვი ცოდვაში არ ჩამითვალო Demek cüzdan. ესე იგი შენ არ მოგიპარავს Ama kalkıp მაგრამ სტამბოლიდან აქ ჩამოხვედი geldin. Şeker. კამფეტი Ada. ადა Adayı შენ kullanıyorsun. ყველა ადას გეძახის თუ მე რემი დაგიზახო Sen buralı değilsin. შენ აქაური არ ხარ Ada. ამიტომ ადა დამიძახე Ada. ადა Ben esas სინამდვილეში მე იმისთვის ჩამოვედი რომ შენთვის ეს გადმომეცა falan onlar პასპორტის და სხვა საბუთების აღდგენა შესაძლებელია მაგრამ ამას ვერ დაიბრუნებ Annenin mektubu. დედა შენის წერილი Annemin yazdığı საიდან იცი რომ დედა ჩემის არის Okudun mu? წაიკითხი არა მაპატი ეს არ არის კარგი საქციელი მაგრამ გახსნას არ ვაპირებდი Kızıma kelimesini okuyayım. ვიცოდი რომ პირადი იყო Bir anne. როცა წავიკითხე ფრაზა ჩემს გარეშოს თავი ვეღარ შევიკავე დიდი ხანია დედისგან ეს სიტყვები არ გამიგია Gerçi sen 100 შენ kere ალბათ okudun. ასჯერ მაინც გაქვს საკითხული და ყველა სიტყვაზე პირად იცი Çünkü თუმცა mektupta მოტანა öyle bir მაინც şey var ki, გადავწყვიტე რადგან ამ წერილში არის რაღაც hayat რაც რთულ მომენტებში გვეხმარება bu ayakta tutuyordur seni. აიღე İstemiyorum. არ მინდა Çöp. გადააგდე Annenin mektubu. დედა შენის წერილი Evet. ხო Dediklerini იმიტომ hiçbir რომ doğru მისი არც ერთი სიტყვა არ ყოფილა სიმართლე Dayı. ბიძია Çiçeklerimi ჩემი ყვავილები რატომ გადმოყარე მოდი მოდი ნახე მუსტაფამ რა გიყიდა მუსტაფა დიაგონალი რამდენია 32 32 გაიგე 32 Hoş geldin Meryem. გამარჯობა მერიამ Nasılsın? როგორ ხარ Ya ben მე წავალ ანტენას მივხედა şu anten işini bir halledeyim ha. კბილეული მერტი და მე წადი Ya abi bilmiyorum არა ben ძმაო başladığım işi. შენს ხომ იცი დაწყებულ საქმეს რომ ვამთავრებ ულტიც კი გვიყიდა მერიამ ყველაფრის ყურება შემიძლია ბიძია ისე ვუვლიდი ამ ყვავილებს ნუ შემაწუხე შენი ყვავილებით ადამიანმა ამხელა ტელევიზორი მოიტანა შენ კიდევ უკმაყოფილო ხარ
რა ხდება? Hayda. Ya vallahi. ანტენა გავაკეთე, მაგრამ მთელ საიმანზე ყვავილებია. Tarafa çiçek ekmişsiniz ya. მოსაბრუნებელი ადგილიც კი არ არის. მე კი სპილოსავით ყველაფერი დაბლეწა. არა უშავშილო. ეს უბრალოდ მერიემის უსაქმურობის შედეგია. მიდი მიალაგე ყველაფერი. მუსტაფა ეგეც მეეცი გადააგდებს. აიღე. აირანის მომიტანე ძმაო. სალათის მეუტანე. Meryem neler? თქვენ მერიემს იცნობთ? უგასრავად. Bizim burada ჩვენთან ყველაფერი იცის. შენ მანქანა გაგიფუჭ და ხელოსანს ელოდები. Üstelik siz ან სასაფლაოს გზაზე მერიემთან ერთად დაგინახე. ძმაო ფეზვიჭ ორებს ნუ დაეძებ. ღმერთს მადლობა, მერიემი ძალიან ჭკვიანი და წესიერი გოგოა. და მე რა ვთქვი? მას საფულა დაუვარდა, მე კი დავუბრუნე. მიიღე პასუხი. დაიკმაყოფილე ცნობის მოყარეობა. უბრალოდ გამოველაპარაკე. მე რა მერიემი არ ვიცი? მტკიცებულება გააქვს? რა თქმა უნდა მაქვს. მუსტაფა იალჩინმა ისმაილს 50,000 ლირა მისცა. ანგარიში ქორწილის შემდეგ განმდება. დაიმახსოვრეთ, ცოტათი მაინც თუ ვიცნობ ისმაილს, ქორწილი ზამთრამდე იქნება. წეული იყოს ეს მუსტაფა. მერიემი თითქმის მისი პირველი ქორწინების ქალიშვილის ტოლია. უსინდისო ადამიანია. ასე ნუ იტყვი. გოგო ბოლია. თანაც დედამისის წარსულიც ვიცით. დიდარი ადამიანი მოისურვებს თავის ტოლზე იქორწინებს, მოისურვებს შვილის ტოლზე. და ეს გოგონა თანახმაა თუ ძალით ათხოვებენ. ეგ არ ვიცი. თუ ჭკუ აქვს ბიძამისის ნარჩენების ჭამას, მუსტაფას წაყვეს და მისი სახლის დიასახლისი გახდეს. ჩემზე რამდენია? 16 საკმარისია. Kardeşim. ძმაო მომხედა? Söyle abi. გისმენ ძმაო? Adanın მერიემის სახლი საით არის, ხომ არ იცი? var ya. Onun evi nerede biliyor musun? ძმაო, აი იქით უნდა წახვიდე. ყველაფერი გამჭირვალეა. მაგიდა. ეს საათი უქროსია? Ya İsmail abi. ისმაილ, Altı saat ახლა ოქროს საათები სადღაა, მაგრამ ორიგინალია. პატენტი არ გეგონოს. Geçen გასულ წელს 1000 ლირა გადავიხადა. 1000. Ama yani თუ ძალიან მოგწონს, აიღე. çok beğendim. შენი იყოს. Al. Hadi senin olsun. მუსტაფა, უბრალოდ მენიშნობის საშუალება არ მაქვს. პირდაპირ ქორწილა გადავიხადოთ. აი ძმაო, რაღაცას გეტყვი. ჩემზე რომ იყოს ყოველდღიურად გადავიხდიდი ქორწილს, პრობლემა არ მაქვს. მაგრამ ახალგაზრდა გოგონები უკვე სხვაგვარად ფიქრობენ. გავადრო და მე მერიემი მეტყვის. ქორწილი არ მქონია. სადედოფლო კაბა არ ჩამიცვამს. ღმერთმა ნოკნას გული დაწდეს. კეფიცები. Yemini billah benim şuram cız eder ya. Kusura bakma. ბოდიში ცოტა დამაგვიანდა. კარგი, მაშინ ზამთრამდე ყველაფერი მოვაგვაროთ. ქორწილისთვის მომზადებას რა უნდა? 2 ცხურის ფლავი, ბარაბანი და ზურნა. გეფიცები, შენი სისწრაფით მოხიბლული ვარ. Diyorum abi ya. Kız. ესე იგი, ზამთრამდე თარიღი შევარჩიოთ, გოგო. Yok olmaz. არა, არ შეიძლება. როგორ თუ არ შეიძლება? არა და მორჩა. კარგი ძმაო ისმაილ, ეგრევე ნუანერვილდები. Kız haklı. გოგო მართალია. Şimdi შენთან მოსვლამდე მას უნდა დავლაპარაკებოდი. konuşmam lazımdı benim değil mi? ასე არ არის? მადლობა. Tamam. ბიძიათან ახმა, მაგრამ მე რა თქმა უნდა. Sen şimdi რა şey თქმა diyorsun, უნდა. şimdiki ახლა nesil სხვაგვარად არის ყველაფერი. öyle şey ცოტა yapacak. სიკეკლუსებს. Nasıl yapıyorsun? ეს შენზე რა თქმა უნდა. Böyle tek taş ბეჭედი და ასე შემდეგ. არა, ბეჭედი არ მინდა. აი, კიდევ უარესი. Öyle şey მიმანიშნავს, რომ ძაღლები დავედოვნო. და ჩოქილმა ვითხოვო ცოლობა. ხომ ასეა? Tamam.
კარგი, ამაზეც თანახმა ვარ. ძმაო ისმაილ, შენი ზნებართვით მე და მერიემი მარტო ვივახშმევთ. Yok. არა, Ya dayı მარტო ben დარჩენა არ მინდა. istemiyorum. Ya Mustafa ძმაო abi. მუსტაფა, ძმაო ისმაილ, უფლება მოგვეცე მე და მერიემი ცოტა ხნით მარტო რომ დარჩეთ. კარგი, მე კაფეში გავალ. თქვენ დასხედით, დაელაპარაკეთ. მიხტარ, მე მივდივარ. სად მიდიხარ? დაიცადე ბიძია. Ne olur ხო, მასთან მარტო არ დამტოვა. ისმაილ. ბიძია, მე კაფეში მივდივარ. დაჭიქი და მუსტაფას დაელაპარაკე. ისმაილ. ვის ველაპარაკები? ისმაილ, მომხედე. ისმაილ. ბიძია. მერიამ, რა ხდება? რძალო, Yenge. კარგად ხარ? მიხტარ, Yenge iyi misin? აქ დაჭიქი, კარგად ვარ. რა მოხდა? უილიც კი შეგეშინებს. ვიფიქრე რაღაც მოხდა მეთქი. Bir şey oldu sandım ya. თითქოს საქონელს იცავს ხანძრისგან. სირცხვილი რომ არ იყოს, ეტყო და გოგო ღამე წაიყვანეო. ღმერთო, წადი ნაგავში გადაყარე. Ya yenge. ბიცოლა, ახლა ვერ İşime გავალ. gideyim. მართალი ხარ, არ წახვიდე მათთან, რადგან ასია. აქ დადე. მოდი ბალიში გამისწორე. პირდაპირ დადე. პირდაპირ. კარგი. გამარჯობა, კარგი მარჯოს. რა სიზამ თუ არ გათხოვდები? გათხოვება ცხოვრებისეული კანონია. შენც უკვე შესაბამის ასაკში ხარ. მუსტაფაზე უკეთეს ვიპოვით, სად მოვძებნით? მდიდარი ადამიანია. ამიტომ შენც ბიძა შენ მივით არ გაჯიუტდე, კარგი? მისმინე, ეს დასახლება არაფერს ივიწყებს. დედა შენი როგორ წავიდა და უმამოდ გაგაჩინა, არ დაავიწყდებათ. ერთ დღეს მე და ისმაილიც მოკვდებით. ჩვენი მდგომარეობა გასაგებია. შენ რა სიზამ? ასე მარტო უნდა დარჩე? მგლის ლუკმად? ვინ დაგიცავს? ამიტომ მუსტაფა დაგიცავს. Bu mu? ასე? Hayat bu mu? ასეთია ცხოვრება, ბიცოლა. ასეთია. Bak öyle ჯობს განაწყენებული არ დარჩე ოცნებების დაალაგებით. üzmeyesin ha.